ვაგრძელებ შამანიზმზე საუბარს და ამ თემის მეორე ნაწილის განმავლობაში უფრო ფართოდ გავშლი ადამიანის შამანურ კავშირს სამყაროსთან, გარემომცველ ბუნებასთან და კოსმიურ ძალებთან, გნებავთ ღვთაებრივ განგებასთან. ასევე მკაფიოდ დავახასიათებ ცხოველების შამანურ გაგებას. თუ როგორ ახდენდნენ შამანები ცხოველურ სულებთან კავშირებს და რა მსგავსებადებს ადამიანებში ცხოველური მახასიათებლებიდან გამომდინარე. რაზეც ნაწილობრივ უფრო მსუბუქად წინა ეპიზოდშიც ვისაუბრე. თუ არ გინახავთ, ჯერ გიჩვევთ წინა ეპიზოდი იხილოთ და შემდეგ განაგრძოთ ამ ვიდეოს ყურება, რათა კონტექსტი არ დაირღვეს და სანახევრო წარმოდგენა არ შეგექმნათ შამანიზმზე. შამანიზმის რწმენები. შამანიზმი ემყარება რწმენას, რომ სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია და რომ შამანებს შეუძლიათ სულიერ სამყაროსთან წვდომა, რათა განკურნება და ხელმძღვანელობა მოუტანონ თავიანთ თემებს. შამანები თვლიან, რომ სულიერი სამყარო დასახლებულია ძლიერი სულებით და რომ ამ სულებზე წვდომა შესაძლებელია რიტუალების და ცერემონიების საშუალებით. შამანებს ასევე სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი სულიერი ძალები ფიზიკური და ემოციური დაავადებების განკურნებისთვის, ასევე თავიანთი თემებისთვის, ხელმძღვანელობისა და დაცვისთვის. შამანისტურ პრაქტიკაში ნაპოვნი ერთ-ერთი მთავარი რწმენა არის ის, რომ საბოლოოდ ყველაფერი და ყველა ურთიერთდაკავშირებულია, მცენარეებიდან და ხეებიდან დაწყებული ცხოველებით და გამოქვაბულებით დამთავრებული. ყველაფერი კოლექტიური მთლიანობის ნაწილია. ამის გარდა ყველაფერი გამსჭვალულია საკუთარი სულით და შეიძლება დაუკავშირდეს არაფიზიკურ სიბრტყეში. ეს ნიმუშიანი აზროვნება საშუალებას აძლევს შამანს იმოგზაუროს ჩვენი რეალობის სამყაროსა და სხვა არსებების სამყაროს შორის. ემსახურება როგორც დამაკავშირებელს. ხო და ახლა თქვენს ყურადღებას შამანების ცხოველებთან კავშირს მივაპყრობ. უფრო პირადი და ინტროსპექტული გაგებით, ცხოველებს სიზმრებში თუ მედიტაციებში შეუძლიათ იმოქმედონ როგორც დასიზმრებულის შინაგანი სამყაროს სიმბოლოები. დაწვრილი ცხოველის სიზმარი შეიძლება ასახავდეს საკუთარი თავის ნაწილს, რომელიც განკურნებას საჭიროებს, ხოლო გარეული ცხოველი შეიძლება წარმოადგენდეს დათრგუნულ ინსტინქტებს ან სურვილებს, რომლებიც ეძებენ გამოხატვას. ეს ცხოველური სიმბოლოები გვთავაზობენ ფსიქიკის ფარული ასპექტების შესწავლის საშუალებას. გამოავლინონ საკუთარი თავის ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდეს, ან მივიღოთ. მოდი მიმოვიხილოთ სხვადასხვა ცხოველები მითებსა და ლეგენდებში და მათი სიმბოლური მნიშვნელობებით. ლომი, ძალა, სამეფო და ღვთაებრივი. ლომი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, რომელიც განასახიერებს ძალაუფლებას, სიძლიერესა და ღირსებას. ხშირად მოხსენიებული როგორც მხეცების მეფე. ლომის დიდებულმა ყოფნამ იგი ავტორიტეტისა და სუვერენიტეტის სიმბოლოდ აქცია მრავალ კულტურაში. ძველ ეგვიპტეში ლომი ასოცირდებოდა მზის ღმერთთან, რასთან და ქალღმერთ სეხმეტთან, რომელიც გამოსახული იყო როგორც ლომი და წარმოადგენდა ღვთაებრივის სასტიკ დამცავ ასპექტს. სეხმეტის ორმაგი ბუნება როგორც მკურნალი და გამონადგურებელი ასახავს ლომის არქეტიპულ როლს, როგორც კოსმიური წესრიგის მცველის, რომელსაც შეუძლია შექმნა და განადგურება. ქრისტიანულ სიმბოლიკაში ლომი ასოცირდება ქრისტესთან, როგორც იუდას ლომი. ტიტული, რომელიც ხაზს უსვამს მის, როგორც ძლევამოსილი და სამართლიანი მმართველის როლს. ლომის ასოციაცია ქრისტესთან ასევე ხაზს უსვამს მის კავშირს აღდგომისა და ხსნის თემებთან. როგორც ეს ჩანს კლავისტებს ლუისის ნარნიის ქრონიკებში, სადაც ასლანი, ლომი წარმოადგენს ქრისტეს მსგავს ფიგურას, რომელიც წინავს თავს სხვების გადასარჩენად და აღდგება. შუა საუკუნეების ევროპის კონტექსტში ლომი ჰერალდიკის საერთო მოტივი იყო, რომელიც განასახიერებდა კეთილშობილებას, გამბედაობას და რაინდობას. ლომები ხშირად იყო გამოსახული გერბებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ საცნოებებს, რომელთა განსახიერებასაც ცდილობდნენ რაინდები და დიდგვაროვანი ოჯახები. ლომისას კულტურული წარმოდგენა, როგორც სამეფო და პატივის სიმბოლო, აგრძელებს გავლენას თანამედროვე აღქმებზე, სადაც ლომი რჩება ლიდერობისა და ძალაუფლების ძლიერ ემბლემად.
გველი, ტრანსფორმაცია, სიბრძნე და ამბივალენტობა. გველი ღრმად ამბივალენტური სიმბოლოა, რომელიც წარმოადგენს დადებით და უარყოფით ძალებს. ხშირად ერთდროულად. ბევრ კულტურაში გველი განასახიერებს ტრანსფორმაციისა და განახლების არქეტიპს, კანის მოშორების და განახლებულად გამოჩენის უნარის გამო. ეს რეგენერაციული თვისება გველს ხდის აღორძინებისა და უკვდავების მძლავრ სიმბოლოდ, როგორც ეს ჩანს ურობოროსში, უძველეს სიმბოლოში, რომელიც ასახავს გველს, რომელიც ჭამს საკუთარ კუდს, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლის სიკვდილისა და აღორძინების მარადიულ ციკლს. ბერძნულ მითოლოგიაში გველი მჭიდრო კავშირშია ასკლეპიუსთან, მედიცინისა და განკურნების ღმერთთან. ასკლეპიუსის კვერთხი, რომელშიც გამოსახულია ჯოხის გარშემო ჩახლართული გველი, დღემდე რჩება მედიცინისა და ჯანდაცვის სიმბოლოდ. ეს ასოციაცია ხაზს უსვამს გველის როლს, როგორც სიბრძნისა და განკურნების სიმბოლოს, რაც ასახავს მის ორმაგ ბუნებას, როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის მომტანი. თუმცა გველს ასევე აქვს ბნელი მხარე, რომელიც ხშირად წარმოადგენს მოტყუებას, საფრთხეს და ქაოსს. დაბადების ბიბლიურ ისტორიაში გველი აცდუნებს ევას აკრძალული ხილის ჭამას, რაც კაცობრიობის დაცემას იწვევს. გველის როგორც მზაყვრისა და ბოროტი არსების ასახვამ გავლენა მოახდინა დასავლურ კულტურულ აღქმაზე, სადაც გველებს ხშირად ეჭვით და შიშით უყურებენ. ამის მიუხედავად გველის როლი როგორც ცოდნისა და ტრანსფორმაციის სიმბოლო გრძელდება, რაც ასახავს მის რთულ და მრავალმხრივ ბუნებას. ნიცშესთან გველი ასე იტყოდა ზარათუსტრაში, ასახავს მატერიალიზმს და მატერიასთან სიახლოვეს. არწივი, ხედვა, თავისუფლება და სიწმინდე. არწივი არის კიდევ ერთი არქეტიპი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი კულტურული და სულიერი წონა. სიმბოლოა ხედვის, თავისუფლებისა და ღვთაებრივის. დედამიწაზე მაღლა ასვლის უნარით არწივი წარმოადგენდა კავშირს მიწიერსა და ზეციურს შორის. განასახიერებს შორსმჭვრეტელობისა და სულიერი გამჭრიახობის თვისებებს. ინდიელ ამერიკულ კულტურებში არწივს პატივს სცემენ როგორც წმინდა ფრინველს, რომელიც ხშირად განიხილება როგორც მაცნე ადამიანებსა და დიდ სულს შორის. არწივის ბუმბული ითვლება ძლიერ სულიერ იარაღად, რომელიც გამოიყენება რიტუალებსა და ცერემონიებში დაცვის, ხელმძღვანელობისა და განკურნების მიზნით. არწივის დიდ სიმაღლეებზე ფრენის უნარი და მისი მკვეთრი ხედვა აქცევს მას სულიერი აღმაფრენისა და მიზნის სიცხადის სიმბოლოდ, რაც წარმოადგენს სულის მოგზაურობას განმანათლებლობისკენ. რომაულ და ბიზანტიურ კულტურებში არწივი იყო იმპერიული ძალაუფლებისა და ავტორიტეტის სიმბოლო. რომაულმა ლეგიონებმა ბრძოლაში გადაიტანეს აკვილა, ვერცხლის ან ბრინჯაოს არწივის სტანდარტი, რაც იმპერიის ძლიერებასა და ერთიანობას განასახიერებდა. ამ ტრადიციამ გავლენა მოახდინა თანამედროვე სიმბოლიზმზე, სადაც არწივი ხშირად ასოცირდება ეროვნულ ძალასთან და სუვერენიტეტთან, განსაკუთრებით როგორც შეერთებული შტატების ემბლემასთან. არწივად გამოსახავენ ასევე ქრისტიანობაში იოანე მოციქულს, განსაკუთრებით ბიზანტიურ მართლმადიდებლობაში. წმინდა იერემიას კომენტარებში მათეს სახარებაზე მოიხსენიებს იოანე მოციქულს, როგორც არწივის ფრთებზე დაბადებულს. ამით ხაზს უსვამს, რომ ის მაღლიდან უყურებდა სურათს და განიხილავდა ღვთის საქმეებს. არწივის წარმოდგენა კულტურულ და სულიერ კონტექსტში ხაზს უსვამს მის როლს, როგორც შუამავალს ადამიანსა და ღვთაებას შორის. არსება, რომელიც განასახიერებს ძალის, ხედვისა და სულიერი ძალის თვისებებს. ძაღლი, ერთგულება, დაცვა და ქვესკნელი. ძაღლი თავისი დიდი ხნის როლით, როგორც ადამიანების თანამგზავრი არის ერთგულების, დაცვისა და ხელმძღვანელობის სიმბოლო. კულტურებში ძაღლებს პატივს სცემდნენ მათი ერთგულებისა და დაცვის უნარისთვის. ბერძნულ მითოლოგიაში სამთავიანი ძაღლი ცერბერუსი იცავს ქვესკნელის კარიბჭეებს და ხელს უშლის მკვდრების გასვლას და ცოცხლების შესვლას. ცერბერუსის როგორც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საზღვრის მცველის როლი ასახავს ძაღლის არქეტიპურ კავშირს წმინდა სივრცეების დაცვასთან და სამყაროებს შორის გადასვლასთან.
ეს სიმბოლიზმი ეხმიანება სკანდინავიურ მითოლოგიას, სადაც ძაღლი გარმრი იცავს შესასვლელს ჰელში, კუდრების სამეფოში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ძაღლის კავშირს ქვესკნელთან და მის როლს როგორც სულებისთვის მეგზურობაში. უფრო პირად და ყოველდღიურ კონტექსტში ძაღლი განასახიერებს ერთგულების, დაცვისა და უპირობო სიყვარულის თვისებებს. ეს ატრიბუტები აღინიშნება უამრავ მითში, ისტორიასა და კულტურულ პრაქტიკაში, სადაც ძაღლები განიხილება როგორც ერთგული თანამგზავრები, რომლებიც თავაზობენ როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მხარდაჭერას თავიანთ ადამიანურ კოლეგებს. ძაღლის ყოფნა ამ ნარატივებში ხაზს უსვამს მის როლს როგორც მფარველსა და მეგზურს, როგორც ფიზიკურ სამყაროში, ასევე სულიერ სფეროში. კატა, საიდუმლო, დამოუკიდებლობა და ქალურობა. კატები, რომლებიც ხშირად ასოცირდება საიდუმლოებასთან და დამოუკიდებლობასთან, ატარებენ არქეტიპული მნიშვნელობების უნიკალურ კომპლექტს, რამაც გავლენა მოახდინა მათ კულტურულ წარმოდგენაზე. ძაღლებისგან განსხვავებით, რომელთა ერთგულება და მორჩილება ხშირად ხაზგასმულია, კატები განიხილება როგორც ავტონომიისა და ინტუიციის არსებები, რომლებიც განასახიერებენ თვით დაჯერებულობისა და მისტიკის თვისებებს. ძველ ეგვიპტეში კატებს პატივსცემდნენ როგორც წმინდა ცხოველებს, განსაკუთრებით ქალღმერთ ბასტეტთან, რომელიც წარმოადგენდა სახლს, ნაყოფიერებას და დაცვას. ბასტეტი ხშირად გამოსახული იყო როგორც ლომი ან ქალი კატის თავით, რაც სიმბოლოა ქალის აღმზრდელ, მაგრამ სასტიკად დამცავ ბუნებაზე. კატის, როგორც სახლის მცველის როლმა, მის დამოუკიდებელ სულთან ერთად ის შინაურობისა და ღვთაებრივი დაცვის სიმბოლოდ აქცია. ევროპულ ფოლკლორში კატები, განსაკუთრებით შავი კატები, დაკავშირებულია ჯადოქრობასთან და ზებუნებრივთან. შუა საუკუნეებში კატებს ხშირად მიაჩნდათ, რომ ჯადოქრების ნაცნობები იყვნენ, არსებები, რომლებსაც შეეძლოთ ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის გადაკვეთა. ეს ასოციაცია მაგიასა და ოკულტიზმთან შენარჩუნებულია კატების, როგორც იდუმალი არსებების კულტურულ წარმოდგენაში, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია მთვარესა და ღამესთან. ლიტერატურასა და ხელოვნებაში კატებს ხშირად წარმოაჩენენ როგორც ქალურობისა და ინტუიციის სიმბოლოებს, რომლებიც განასახიერებენ კავშირს არაცნობიერ გონებასთან. მათი დამოუკიდებელი ბუნება და ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის გადაადგილების უნარი, მათ საიდუმლოების, ინტროსპექციისა და საკუთარი თავის ფარული ასპექტების ძლიერ სიმბოლოებად აქცევს. ხარი, ძალა, ნაყოფიერება და თავგანწირვა. ხარი ძალის და ნაყოფიერების და მსხვერპლის ძლიერი სიმბოლოა, რომელიც ღრმად არის შადებული მრავალი კულტურის მითოლოგიასა და რელიგიურ პრაქტიკაში. როგორც მამაკაცის გენერაციული ძალის წარმომადგენლობა, ხარი ასოცირდება როგორც ფიზიკურ ძალასთან, ასევე ბუნების მაცოცხლებენ ძალებთან. ძველ მესოპოტამიაში ხარი ცის ღმერთის ენლილის სიმბოლო იყო და მოგვიანებით ქარიშხლის ღმერთ ჰადათთან ასოცირდება. ხარის სიძლიერე და ვაჟკაცობა აქცევდა მას ამ ღვთაებების შესაფერის წარმოდგენას, რომლებიც ითვლებოდა, რომ აკონტროლებდნენ ამინს და უზრუნველყოფდნენ მიწის ნაყოფიერებას. ხარის როლი როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ასევე აშკარაა მინუანურ კულტურაში, სადაც ხარი ცენტრალური იყო რელიგიურ რიტუალებში, მათ შორის ცნობილი ხარების ნახტომის ცერემონიებში. ხარის როგორც მსხვერპლშეწირული ცხოველის მნიშვნელობა ყველაზე მეტად ჩანს მითრაის მისტერიებში, საიდუმლო რელიგიაში, რომელიც გამოიყენება რომის იმპერიაში. ამ რიტუალებში ხარს სწირავდნენ რიტუალში, რომელიც ცნობილია როგორც ტაერუქტონია, რომელიც სიმბოლოა სამყაროს სიკვდილისა და აღორძინების, ხარის სისხლის დაღურის გზით. ითვლებოდა, რომ მსხვერპლშეწირვის ამ აქტს განახლება და ნაყოფიერება მოაქვს, რაც ასახავს ხარის როგორც შუამავლის როლს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. თანამედროვე სიმბოლიკაში ხარი აგრძელებს ძალაუფლებისა და სიცოცხლის უნარიანობის წარმოდგენას, რაც ხშირად ასოცირდება ეკონომიკურ სიძლიერესთან და კეთილდღეობასთან, როგორც ეს ჩანს ფინანსურ ტექნოლოგიაში, ხარის ბაზარი. ხარის მუდმივი ყოფნა კულტურულ წარმოდგენებში ხაზს უსვამს მის არქეტიპულ როლს, როგორც ბუნებრივ სამყაროში შემოქმედებითი და დესტრუქციული ძალების სიმბოლოს. ცხენი, თავისუფლება, გამძლეობა და სული. ცხენი თავისუფლების, გამძლეობისა და სულის მოგზაურობის უნივერსალური სიმბოლოა. მისმა სიჩქარემ, ძალამ გახადა იგი კეთილშობილებისა და ძალაუფლების სიმბოლოდ, ასევე მეომრების,
მოგზაურებისა და მკვლევარების თანამგზავრად მთელი ისტორიის მანძილზე. ბერძნულ მითოლოგიაში ცხენი ასოცირდება ღმერთ პოსეიდონთან, რომელმაც როგორც ამბობენ პირველი ცხენი შექმნა. მითიური ფრთიანი ცხენი პეგასუსი წარმოადგენს მიწიერისა და ღვთაებრივის კავშირს. სიმბოლოა სულის უნარი გადალახოს მატერიალური სამყარო და აფრინდეს სულიერი განმანათლებლობისკენ. ცხენის ასოციაცია პოსეიდონთან, როგორც ზღვის, ისე მიწისძვრების ღმერთთან, ასევე ხაზოს უსვამს მის კავშირს ბუნების დაუმორჩილებელ ძალებთან. სკანდინავიურ მითოლოგიაში რვაფეხა ცხენი სლეიპნირი, რომელსაც ამხედრებს ღმერთი ოდინი, სიმბოლოა შამანურ მოგზაურობის ცოცხალთა და მიცვალებულთა სამყაროებს შორის. სლეიპნირის უნარი იმ მოგზაუროს სკანდინავიური კოსმოლოგიის 9 სფეროში ასახავს ცხენის არქეტიპულ როლს, როგორც სულის მეგზურს, რომელიც ატარებს მხედარს ტრანსფორმაციისა და აღმოჩენის მოგზაურობაში. ბევრ კულტურაში ცხენი ასევე თავისუფლებისა და დაუოკებელი სულის სიმბოლოა. მისი ველური, შეუერთებელი ბუნება წარმოადგენს დამოუკიდებლობის სურვილს და ჭეშმარიტ გზაზე სწრაფვას. ეს სიმბოლიზმი განსაკუთრებით აშკარა ინდიელ ამერიკელთა ტრადიციებში, სადაც ცხენი განიხილება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თავისუფლების სიმბოლო, რომელიც განასახიერებს ადამიანებსა და ბუნებრივ სამყაროს შორის კავშირს. ცხენის კულტურული წარმოდგენები ხაზს უსვამს მის როლს, როგორც სულის მოგზაურობის, თავისუფლების და ძალის ძლევამოსილი და გამძლე სიმბოლოს, რომელიც საჭიროა საკუთარი ბედის განსახორციელებლად. ყორანი, სიბრძნე, სიკვდილი და ტყუილი. ყორანი თავისი მუქი ბუმბულით და საშინელი მოწოდებით სიბრძნის, სიკვდილისა და მატყუარა არქეტიპის სიმბოლოა. ამ ფრინველს თანაბრად სცემდნენ პატივს და ეშინოდათ სხვადასხვა კულტურაში, რაც ხშირად ასოცირდება წინასწარმეტყველებასთან, ტრანსფორმაციასთან და სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებებთან. სკანდინავიურ მითოლოგიაში ყორნები ჰუგინი და მუნინი ღმერთ ოდინის თანამგზავრები არიან. ეს ყორნები, რომელთა სახელები ნიშნავს ფიქრს და მეხსიერებას, ყოველდღე დაფრინავენ მთელ მსოფლიოში, აგროვებენ ინფორმაციას და აბრუნებენ ოდინში. ყორანის ასოციაცია ოდინთან ხაზს უსვამს მის როლს, როგორც სიბრძნესა და გამჭრიახობის სიმბოლოს, რომელსაც შეუძლია გაერბინოს ფიზიკური და სულიერი სფეროები, ფარული ჭეშმარიტების გამოსავლენად. კელტურ მითოლოგიაში ყორანი ხშირად ასოცირდება მორიგანთან, ომისა და სიკვდილის ქალღმერთთან. მორიგანს შეეძლო ყორანის სახე მიეღო, ბრძოლის ველებზე სიკვდილის ნიშნად. ყორანის ყოფნა ამ კონტექსტში ხაზს უსვამს მის კავშირს სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლთან, ისევე როგორც მის როლს, როგორც მაცნე ცოცხალთა და მკვდართა სამყაროებს შორის. ბევრ ამერიკულ ტრადიციაში ყორანი არის მატყუარა ფიგურა, რომელიც ცნობილია თავისი ჭკუითა და სხვების გადალახვის უნარით. ყორნის როგორც მატყუარას როლი ასახავს მის ასოციაციას ტრანსფორმაციასთან და ცვლილებასთან. ხშირად არღვევს სტატუს კვოს ახალი წამოწყების დასაწყებად. ყორნის ეს ორმაგი ბუნება, როგორც სიბრძნის მომტანი და სიკვდილის წინამძღვარი, ასახავს მის რთულ და მრავალმხრივ სიმბოლიკას. მგელი, ინტელექტი, სიყვარული, ერთგულება. მგელი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და ძლიერი ცხოველია სხვადასხვა შამანურ ტრადიციებში. მისი სიმბოლური მნიშვნელობები და სიბრძნე, რომელიც მასშია ჩაქსოვილი, ღრმად არის დაკავშირებული ბუნებრივ სამყაროსთან და კოლექტიურ არაცნობიერთან. იგივე ქვეცნობიერს, რასაც ვუწოდებთ. მგლის ქცევის კოდი, მისი სიმბოლური მნიშვნელობები, სხვადასხვა კულტურებში და მისი მნიშვნელობა შამანურ პრაქტიკებში ძალიან მრავალფეროვანია. მგლები ცნობილია მათი რთული სოციალური სტრუქტურებით და ძლიერი საზოგადოებრივი ერთობით, რაც აისახება მათ ქცევის კოდში. მგლის კოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც პრინციპების ნაკრები, რომლითაც მგლები ცხოვრობენ როგორც ბუნებაში, ისე სულიერ სამყაროში. ლოიალობა და ოჯახი. ხროვის მენტალიტეტი. მგლები ძალიან სოციალური ცხოველებია.
რომლებიც ცხოვრობენ პაკეტებში, სადაც ისინი გამოხატავენ ძლიერ ლოიალობას და ვალდებულებას ოჯახის მიმართ. ხროვა მათი გადარჩენის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს და თითოეული წევრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ეს ლოიალობა ვრცელდება სულიერ სფეროზეც, სადაც მგელი ასწავლის ლოიალობის მნიშვნელობას ოჯახის, საზოგადოების და ღირებულებების მიმართ. როლის განაწილება. ხრობაში თითოეულ მგელს აქვს კონკრეტული როლი. იქნება ეს ლიდერი, მონადირე თუ მზრუნველი. ამ შრომის განაწილება უზრუნველყოფს პაკეტის წარმატებას და გადარჩენას, რაც გვასწავლის, რომ ვიცოდეთ და შევასრულოთ ჩვენი როლი ცხოვრებაში. კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ვოკალური და არავოკალური კომუნიკაცია. მგლები ცნობილია მათი რთული კომუნიკაციის სისტემებით, რომლებიც მოიცავს ყმუილს, სხეულის ენას და სურნელოვან ნიშნებს. ეს კომუნიკაცია აუცილებელია ხრობის ერთიანობის შესანარჩუნებლად და ისეთი საქმიანობის კოორდინაციისთვის, როგორიცაა მონადირება. მგლის სული ასწავლის მკაფიო, პატიოსანი კომუნიკაციის მნიშვნელობას და ერთად მუშაობის ძალას საერთო მიზნების მისაღწევად. თანამშრომლობა კონკურენციაზე წინ. მგლის პაკეტებში თანამშრომლობა წარმატების გასაღებია. იქნება ეს მონადირება თუ ტერიტორიის დაცვა. მგლის სული ხაზს უსვამს თანამშრომლობის ძალას კონკურენციაზე და გვაჩვენებს, რომ კოლექტიური ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე ინდივიდუალური. ძალა და გამძლეობა. გამძლეობა და ადაპტაცია. მგლები გამძლე ცხოველებია, რომლებიც სხვადასხვა გარემოში გადარჩენას ახერხებენ. იქნება ეს ტყეები თუ უდაბნოები. ისინი განასახიერებენ გამძლეობის და ადაპტაციის თვისებებს, რაც ასწავლის, რომ ვიყოთ ძლიერები და მოქნილები გამოწვევების წინაშე. სირთულეების წინაშე დგომა. მგლები ხშირად აწყდებიან მძიმე პირობებს და ძლიერ კონკურენციას სხვა მტაცებლებისგან. ამ გამოწვევების მიუხედავად, ისინი მაინც არსებობენ და წარმატებით ვითარდებიან. მგლის სული გვასწავლის გამძლეობას და სირთულეების პირდაპირ პირისპირ დგომას. ლიდერობა და ინტეგრირება. ალფა ლიდერობა. მგლის ხრობებში ალფა მგელი ლიდერობს ძალით, სიბრძნით და თანაგრძნობით. ალფა უზრუნველყოფს პაკეტის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელ ჯგუფს სარგებელს მოუტანს. მგლის სული სიმბოლიზირებს ნამდვილი ლიდერის თვისებებს, ის, ვინც მართავს ინტეგრირებულად, იძენს პატივისცემას და ზრუნავს მათზე, ვისაც მართავს. სამართლიანობა. მგლები ინარჩუნებენ სოციალურ წესრიგს ხრობაში, დადგენილი იერარქიებით და მკაფიო წესებით. მგლის სული ასახავს სამართლიანობის და სიმართლის პრინციპებს, რაც გვამოძრავებს, რომ ვიმოქმედოთ ინტეგრირებულად და პატიოსნად სხვებთან ურთიერთობაში. როგორც ტოტემური ან ძალის ცხოველი, მგელი სთავაზობს დაცვას, გიდობას და ღრმა ცოდნას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში. ისინი, ვისაც მგელი აინტერესებს როგორც ტოტემური ცხოველი, შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ ისინი იზიარებენ მგლის მსგავს თვისებებს, ან რომ მგლის სული ეხმარება მათ ამ თვისებების განვითარებაში. ინტუიცია და ინსტინქტი, მაღალი ცნობიერება. მგელი ცნობილია თავისი მძაფრი სენსორით და გარემოს მიმართ მაღალი ყურადღებით. როგორც ტოტემური ცხოველი, მგელი აძლიერებს ადამიანის ინტუიციას და ინსტინქტს, რაც ეხმარება მათ რთულ სიტუაციებში და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება მათ ნამდვილ გზას. შინაგანი სიბრძნე. მგლის ტოტემი გვასწავლის ვენდოთ ჩვენს შინაგან სიბრძნეს და გავყვეთ ჩვენს ინსტინქტებს. მაშინაც კი, როდესაც გზა ბუნდოვანია. მგლის სული ეხმარება ადამიანებს დაუკავშირდნენ საკუთარ შინაგან ხმას და მიიღონ გადაწყვეტილებები ამ ხმაზე დაყრდნობით. დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დამოუკიდებლობის და საზოგადოების ბალანსი.
მგელი ასწავლის დამოუკიდებლობის და საზოგადოებაში თანაცხოვრების მნიშვნელობას. იმის მიუხედავად, რომ მგლები სოციალური ცხოველები არიან, მათში ასევე აფასებენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მგლის სული მოუწოდებს ადამიანებს, რომ იპოვონ ეს ბალანსი საკუთარ ცხოვრებაში, განავითარონ თვით დამოუკიდებულება და შექმნან მნიშვნელოვანი ურთიერთობები სხვებთან. საზოგადოების შეზღუდვებისგან გათავისუფლება. მგლის ტოტემი წარმოადგენს თავისუფლების სულს და საზოგადოების შეზღუდვებისგან გათავისუფლების სურვილს. ის მოუწოდებს ადამიანებს, რომ იცხოვრონ ავთენტურად, მისდიონ თავიანთ ვნებებსა და არ დაექვემდებარონ მოლოდინებს, რაც არ შეესაბამება მათ ნამდვილ ბუნებას. დაცვა და მცველობა. სულიერი მცველი. მგელი ხშირად განიხილება როგორც მცველის სული, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას ნეგატიური ენერგიისა და ზიანისგან. როგორც ძალის ცხოველი, მგელი სთავაზობს ძალას და სიმამაცეს, რაც ეხმარება ინდივიდებს შეინარჩუნონ მტკიცე პოზიციების სირთულეების წინაშე და დაიცვან ისინი, ვინც მათ უყვართ. ზღვრების დადგენა. მგელი ასევე ასწავლის ზღვრების დადგენის და შენარჩუნების მნიშვნელობას. ისევე როგორც მგლები იცავენ თავიანთ ტერიტორიას, მგლის სული გვეხმარება, რომ დავიცვათ ჩვენი პირადი საზღვრები და ვუზრუნველყოთ ჩვენი ემოციური და სულიერი კეთილდღეობა. სიღრმის ფსიქოლოგიის სფეროში, განსაკუთრებით კარლ იუნგის მიერ შემუშავებულ ჩარჩოებში, ცხოველები განიხილება როგორც ძლიერი სიმბოლოები, რომლებიც წარმოადგენენ არქეტიპურ ძალებს კოლექტიური არაცნობიერის შიგნით. იუნგის ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ კოლექტიური არაცნობიერი არის საერთო სიმბოლოების მოტივებისა და მოგონებების საცავი, რომელიც სცილდება ინდივიდუალურ გამოცდილებასა და აკავშირებს მთელ კაცობრიობას საერთო ფსიქიკური მემკვიდრეობით. ცხოველები, როგორც განმეორებადი სიმბოლოები სიზმრებში, მითებსა და რელიგიურ გამოსახულებებში, განიხილება როგორც ამ არქეტიპული ძალების გამოვლინებები. ძალის ცხოველები და ანიმისტური რწმენები. ანიმისტურ და შამანურ ტრადიციებში ცხოველები ხშირად განიხილება როგორც ძლიერი სულიერი არსებები საკუთარი პიროვნებით, სიბრძნითა და შესაძლებლობებით. ეს ცხოველური სულები არ არის მხოლოდ სიმბოლური, ისინი რეალური ავტონომიური ერთეულები არიან ანიმისტური მსოფლმხედველობის ფარგლებში. შამანები ამყარებენ ურთიერთობას ამ ცხოველურ სულებთან, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც ძალაუფლების ცხოველებს ან ტოტემ ცხოველებს, რომლებიც ემსახურებიან როგორც მეგზურებს, მფარველებს და ძალაუფლების წყაროებს. ძალაუფლების მქონე ცხოველების როლი. ითვლება, რომ ძლევამოსილი ცხოველები შამანს სთავაზობენ სპეციფიკურ სიძლიერისა და შესაძლებლობებს, ცხოველთან დაკავშირებულ თვისებებზე დაყრდნობით. მაგალითად, დათვს შეუძლია უზრუნველყოს ძალა და დაცვა, ხოლო არწივს შეუძლია შესთავაზოს ხედვა და გამჭრიახობა. ეს ცხოველები განიხილება როგორც ყველა ცოცხალი არსების სულიერი არსის ანიმისტური რწმენის გამოვლინებად. ფორმირების შეცვლა არის პრაქტიკა, როდესაც შამანი რიტუალების დროს იღებს ცხოველის მახასიათებლებს ან ფორმას. ცხოველად გახდომის ეს აქტი ღრმად არის დაკავშირებული ანიმისტურ შეხედულებებთან, სადაც ზღვარი ადამიანსა და ცხოველს შორის სითხეა. ცხოველური სულის განსახიერებით შამანს შეუძლია წვდომა ცხოველის ძალასა და სიბრძნეზე, გააძლიეროს მათი კავშირი სულიერ სამყაროსთან და ფიზიკურ სამყაროზე გავლენის მოხდენის უნარს. შამანიზმში ფორმის შეცვლა არის უნარი, გარდაიქმნას ცხოველად, სულად ან სხვა არსებად. ეს ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ მეტამორფული ან სიმბოლური. შამანური მსოფლმხედველობის ფარგლებში ეს არის პირდაპირი სულიერი რეალობა. შამანის ცნობიერება ერწყმის ცხოველის ან არსების ცნობიერებას, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ მისი ფორმა და შესაძლებლობები სულიერ ფორმაში. ეს პრაქტიკა ღრმად არის ფესვგადგმული რწმენაში, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რომ სულები ბინადრობენ ბუნების ყველა ასპექტში, მათ შორის ცხოველებში. შამანები ფორმას რამდენიმე მიზეზის გამო იცვლიან. განკურნებისთვის. სხვების განსაკურნებლად შამანს შეიძლება დასჭირდეს მოგზაურობა არსებობის სხვადასხვა სფეროებში. მათგან მოითხოვოს ისეთი ფორმის მიღება, რომელსაც შეუძლია ამ სფეროში ნავიგაცია. მაგალითად, შეიძლება შამანი გარდაიქმნას ფრინველად, რათა მიაღწიოს ზემო სამყაროს, ან თევზად, რათა იმოგზაუროს წყალში, დაკარგული სულის დასაბრუნებლად. დაცვისათვის
ძლიერ ცხოველად გადაქცევა, როგორიცაა დათვი ან მგელი, საშუალებას აძლევს შამანს დაიცვას საკუთარი თავი და სხვები სულიერი საფრთხისგან, როგორიცაა ბოროტის სულები ან წყევლა. კომუნიკაციისთვის ცხოველად გახდომა შამანს საშუალებას აძლევს უშუალოდ დაუკავშირდეს ცხოველურ სულებს, მოიპოვოს მათი ხელმძღვანელობა, ცოდნა და კურთხევა. ცოდნის მიღებისათვის ცხოველის თვალით შამანს შეუძლია სამყარო სხვაგვარად აღქმა, ადამიანის სახით მიუწვდომელი შეხედულებებისა და ცოდნის მიღება. როგორ ხდება მომზადება ფორმის შეცვლისთვის? სანამ შამანი შეძლებს ფორმის შეცვლას, ხშირად საჭიროა დიდი მომზადება. ეს მომზადება მოიცავს ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ პრაქტიკებს, რომლებიც მიზანმიმართულია შამანის სულების სამყაროსთან და კონკრეტულ ცხოველთან ან არსებასთან, რომლებიც ისინი გახდებიან. შამანები ხშირად გადიან მარხვის და განწმენდის რიტუალებს, რათა განეწმინდონ თავიანთი სხეული და გონება. ეს შეიძლება მოიცავდეს საკვებისგან თავის შეკავებას, ოფლის ლოჟის ცერემონიებში ჩართვას, ან სპეციფიკური მწვანილისა და დაბინძურების პრაქტიკის გამოყენებას, მათი ენერგეტიკული ველების გასასუფთავებლად. მიზანია გახდნენ სუფთა ჭურჭელი, მიწიერი მიჯაჭვებისგან თავისუფალი, რათა ცხოველის სული დასახლდეს მათ სხეულში. ზოგიერთ ტრადიციაში შამანები იყენებენ ფსიქოაქტიურ მცენარეებს, როგორიცაა აიაჰუასკა ან პეიოტი, რათა შეცვალონ თავიანთი ცნობიერება. ითვლება, რომ ეს ნივთიერებები ხსნის კარს სულების სამყაროსკენ, რაც შამანს უადვილებს ფორმის შეცვლის პროცესის დაწყებას. შამანები ასევე დროს ატარებენ ღრმა მედიტაციაში. ამახვილებენ ყურადღებას იმ ცხოველზე, რომელიც სურთ გახდნენ. ეს მოიცავს ცხოველის ვიზუალიზაციას, დიდი დეტალებით, მისი მოძრაობების, მგერებისა და ქცევების განსახიერებას. შამანი გონებრივად იმეორებს ტრანსფორმაციას, ასწორებს მათ ცნობიერებას ცხოველის სულთან. შამანი ხშირად იწყებს ცხოველის სულის მოწოდებით. ეს შეიძლება მოიცავდეს გალობას, სიმღერას ან დარტყმას კონკრეტული რიტმებით, რომლებიც ცნობილია, რომ იზიდავს ცხოველის სულს. ზოგიერთ ტრადიციაში შამანი იყენებს დოლს ან ჭექაქუხილს, რომლის ხმა მიბაძავს დედამიწის ან თავად ცხოველის გულისცემას, რაც ქმნის ვიბრაციულ კავშირს შამანსა და სულს შორის. ფორმის შეცვლის პროცესი. შამანის მომზადების შემდეგ იწყება ფორმის შეცვლის პროცესი. ეს ჩვეულებრივ კეთდება ღრმა ტრანსის მდგომარეობაში, სადაც შამანის ცნობიერება გადადის მათი ადამიანური იდენტობიდან ცხოველის ან არსების ცნობიერებაზე, რომელიც შემდგომში ისინი ხდებიან. შამანი ხშირად შედის ტრანსში, რიტმული დარტყმის ან გალობის მეშვეობით. დოლის მუდმივი დარტყმა ცვლის ტვინის ტალღებს, ეხმარება შამანს შევიდეს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში, სადაც ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის საზღვრები თხევადი ხდება. ამ შეცვლილ მდგომარეობაში შამანმა შეიძლება განიცადოს ხედვა, რომელშიც ისინი ხედავენ საკუთარი თავის ცხოველად გარდაქმნას. ამას შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ფიზიკური შეგრძნებები, როგორიცაა იმის შეგრძნება, რომ მათ სხეულს ბეწვი, კლანჭები და ფრთები ეწრდება. შამანის სული ერწყმის ცხოველის სულს და სულიერ სამყაროში ისინი სრულყოფილად იქცევიან არსებად, განასახიერებენ მის ძალასა და ცნობიერებას. შამანის ფორმის შეცვლასთან ერთად ისინი ხშირად აფიქსირებენ ცვლილებას მათ სენსორულ აღქმაში. მათ შეიძლება დაიწყონ ხედვა, მოსმენა, ყნოსვა და გრძნობა, როგორც ცხოველმა. მაგალითად, შამანმა, რომელიც მგლად გადაიქცევა, შეიძლება განიცადოს ყნოსვისა და სმენის გაძლიერება, ხოლო მან, ვინც არ წივი ხდება, შეიძლება იგრძნოს ჰაერში აფრენის შეგრძნება, წარმოუდგენელი ხედვით. შამანის მოძრაობები და ქცევა ასევე იცვლება ცხოველის გარეგნულობაზე. თუ ისინი დათვებად გადაიქცნენ, შესაძლოა იგრძნონ ძალისმატება და ნელი ძლიერი მოძრაობა. თუ ისინი გახდებიან გველი, მათ შეიძლება განიცადონ ჩუმი, ფარული მოძრაობის განცდა, მოძრაობდნენ ტლანქად და სიზუსტით. მას შემდეგ, რაც შამანი სრულად გარდაიქმნება, ისინი იყენებენ თავიანთ ახალ ფორმას სულების სამყაროში სამოგზაუროდ. ეს მოგზაურობა შეიძლება მოიცავდეს მავნე სულებზე ნადირობას, დაკარგული სულების მოპოვებას ან ინფორმაციის შეგროვებას ცხოველის პერსპექტივიდან.
შამანის მოგზაურობა ცხოველის სახით ხელმძღვანელობს ცხოველის სულისკვეთებით, რომელიც გვთავაზობს დაცვას და ხელმძღვანელობას. მათი ცხოველური ფორმით შამანებს შეუძლიათ უშუალოდ დაუკავშირდნენ სხვა სულებს. იქნება ეს ცხოველური სულები, ბუნების სულები თუ წინაპრების სულები. ეს ურთიერთქმედება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია შამანის მუშაობისთვის, რადგან ისინი საშუალებას აძლევს შამანს მოიპოვა შეხედულებები და დახმარება, რაც აუცილებელია სამკურნალოდ და ხელმძღვანელობისთვის. ადამიანის ფორმაში დაბრუნება. სულების სამყაროში მუშაობის დასრულების შემდეგ შამანი უნდა დაუბრუნდეს თავის ადამიანურ ფორმას. ეს პროცესი ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად ტრანსფორმაცია, რადგან შამანმა უსაფრთხოდ უნდა შეაღწიოს ფიზიკურ სამყაროში და გააერთიანოს მათი ცნობიერება. შამანი თანდათან იწყებს ცნობიერების ადამიანურ ფორმაში დაბრუნებას. ეს შეიძლება მოიცავდეს ნელ-ნელა დრამის სცემის შემცირებას ან გალობის შეცვლას, რომელიც მათ ფიზიკურ სხეულში დააბრუნებს. შამანი ხედავს, რომ ცხოველური ფორმა იშლება ან უკან იხევს, რაც საშუალებას აძლევს მათ ადამიანურ ცნობიერებას დაუბრუნდნენ. ადამიანურ ფორმაში სრულად დასაბრუნებლად შამანები ხშირად ატარებენ დამიწების პრაქტიკას, როგორიცაა ჭამა, წყლის დალევა ან ფიზიკურად შეხება დედამიწაზე. ეს პრაქტიკა ხელს უწყობს მათი სულის ხელახლა დამაგრებას ფიზიკურ სამყაროში და ნებისმიერი ნარჩენი ენერგიის განთავისუფლებას ცხოველური ფორმიდან. თუ კი არ მოხდა ადამიანურ ფორმაში დაბრუნება და დამიწება, ამ შემთხვევაში შიზოფრენიის ან ლიკანტროფიის დიაგნოზი გარდაუვალია. ფორმის შეცვლის შემდეგ შამანი ხშირად ხარჯავს დროს გამოცდილების რეფლექსიაში, მიღებული გაკვეთილების და შეხედულებების გაგებაში. ეს ასახვა შეიძლება განხორციელდეს პირადად ან გაზიარებული იყოს საზოგადოებასთან, განსაკუთრებით თუ ფორმის შეცვლა განხორციელდა სამკურნალო ან სახელმძღვანელო მიზნებისთვის. შამანი განმარტავს გამოცდილებას. ესმის თუ როგორ შეიძლება ცხოველის სიბრძნეს გამოყენება მათ ცხოვრებაზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვისაც ეხმარებიან. შამანიზმი თავისთავად არ არის რელიგია, თუმცა ეს არის მდიდარი სულიერი პრაქტიკის კრებული, რომელიც გავლენას ახდენს კულტურის კონტექსტზე, რომელშიც ის არსებობს. დღეს ბევრი ადამიანი იყენებს შამანებს და თითოეული აკეთებს ამას უნიკალურად. ძირითად მიზანს კი საკუთარი საზოგადოებისა და მსოფლმხედველობის მართვა კავშირი წარმოადგენს. ბევრგან დღევანდელი შამანები ჩართული არიან პოლიტიკურ მოძრაობებში და ხშირად აქვთ მთავარი როლი აქტივიზმში. და სხვათა შორის ეს შეიძლება ისეთი ადამიანიც იყოს, რომელზეც საერთოდ არ გქონდეს მსგავსი წარმოდგენა. მრავალი შამანური ტრადიცია ანიმისტური რწმენის გავლენით სამყაროს ყოფს სამ სფეროდ: ზედა სამყარო, შუა სამყარო და ქვედა სამყარო. თითოეული ეს სფერო დასახლებულია სხვადასხვა ტიპის სულებით. ზედა სამყარო ხშირად ასოცირდება ღვთაებებთან და ციურ არსებებთან. შუა სამყარო ბუნების სულებთან და ცხოველებთან, ხოლო ქვედა სამყარო წინაპართა სულებთან და ქაოტურ მიწიერ ძალებთან. მოკლედ, ასეთი მრავალფეროვანი და ღრმა შამანიზმი და შამანური ტრადიციები. ვისაც მიღმიერი სულიერ ენერგეტიკული კავშირების შეგრძნება აქვს, ის რაღაც დოზით შამანურ ინტელექტსაც ფლობს. ოღონდ ამ უნარსა და ძალას, რა თქმა უნდა, აღმოჩენა სჭირდება საკუთარ თავში. შემდეგი შესაბამისი პრაქტიკა. ამისთვის კი საკუთარი თავი ჯერ უნდა გავიხსენოთ და აღვადგინოთ სამყაროსთან ჰარმონიული კონტაქტი. რამდენადაც ეს შეიძლება შესაძლებელი იყოს. გვირჩევენ შამანიზმის მიმდევრები. კოდის ამ ეპიზოდის თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარების ველში. ასევე მოიწონე ვიდეო და რაც მთავარია, გამოიწერე კოდის YouTube არხი. მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან აუცილებელია.